ახლა უნდა გიამბოთ ვენეციის კინოფესტივალზე. შაბათ საღამოს კინოინდუსტრიის ვარსკვლავები ვენეციაში შეიკრიბნენ, სადაც რიგით 82-ე ბიენალეს დასკვნით ღონისძიება და დაჯილდოება გაემართა. ვენეციის კინოფესტივალი 2 კვირა გაგრძელდა და ამ პერიოდში კრიტიკოსებმა და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ჟიურისთან ერთად ნახეს და შეაფასეს როგორც გამოცდილი და ყველასთვის ცნობილი, ასევე დებიუტანტი რეჟისორების ახალი ნამუშევრები. წელს მთავარი ჯილდო ოქროს ლომი ყველასთვის მოულოდნელად ჯიმ ჯარმუშს შერგო ფილმისთვის მამა, დედა და ძმა. მთავარ როლებს ადამ დრაივერი და კეით ბლანშეტი ასრულებენ. ჩვენ ვინც ფილმზე მუშაობდით, არ ვართ მოტივირებულები კონკურსით, განაცხადა ჯარმუშმა და დაამატა ისიც, რომ ეს გამარჯვება მისთვის მოულოდნელი პატივია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჟიურის ნამდვილად ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილს არ მოეწონა. აუდიტორიის ამ ნაწილის შეფასებით ფესტივალის განმავლობაში მათ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ფილმები ნახეს. სხვათა შორის ამ ფესტივალს ახასიათებს ეს მოულოდნელობები, მაგრამ არ ვიცი, თავის ხედვა აქვს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კონკურს მიღმა წარდგენილ ფილმებს, ბიენალეზე ვიხილეთ ჯულია რობერტსის დებიუტი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველასათვის საყვარელი მსახიობი არასდროს ყოფილა ვენეციის კინოფესტივალზე. ეს მოცემულობა იტალიელი რეჟისორის ლუკა გუადანინოს დამსახურებით შეიცვალა, რომლის უახლეს ნამუშევარში ნადირობის ბოლო ჯულია რობერტსი კოლეჯის პროფესორის როლს განასახიერებს. ვენეციის კინოფესტივალი თავისი ისტორიიდან და კულტურული როლიდან გამომდინარე ერთგვარ საოსკარე ხიდადაც მოიხსენიება, რადგან აქ წარდგენილი ფილმები ოსკარის ნომინანტთა შორის ხვდებიან. კინოფესტივალის ისტორია 1932 წლიდან იწყება. სხვათა შორის კინოფესტივალის 82 წლიანი ისტორიის მანძილზე ქართული კინონამუშევარი ოფიციალურ პროგრამაში 4-ჯერ მონაწილეობდა. სხვადასხვა დროს ჯილდოები დაიმსახურეს მიხეილ ჭიაურელის, ოთარ იოსელიანის, ლანა ღოღობერიძის და დეა კულუმბეგაშვილის ფილმებმა. მოკლედ ასეთი იყო ვენეციის კინოფესტივალის მიმოხილვა.